სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. 60-ის სიხარულის აღწერა წმინდა იოანე ოქროპირის. იგი ბრძანებს, აქედან ჩანს, რომ არის სხვა მოსვენება, იმიტომ რომ აქ პალესტინაზე საუბარი არ არის. ისინი მას უკვე ფლობდნენ და არც მეშვიდე დღეზე. საუბარი არ არის ამ დღეზე, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ იყო. შესაბამისად, იგი მიუთითებს რაღაც სხვა ჭეშმარიტ მოსვენებაზე. მართლაც ეს ისეთი მოსვენება, რომელშიც არ არის არც ნეულება, არც ნაღველი, არც ოხრა, რომელშიც არ არის არც ზრუნვა, არც შრომა, არც მწუხარება, არც შიში, რომლებიც სულს გმირავს და არყევს, არამედ არის მხოლოდ სიხარულით აღსავსე ღვთის შიში. იქ არის მის სიტყვები, ოფლითა პირისა შენისა, ითას ჭამდე პურსა შენსა. ეკალსა და კუროისთავსა აღმოგიცენებდეს შენ. იქ ეკლები და კუროსთავები არ არის. არის მის მწუხარებით შვნე შვილნი და ქმრისა შენისა მიმართ მიქცევა შენი და იგი უფლებდეს შენ ზედა. იქ სულ მშვიდობა, სიხარული, ხიარულება, სიტკბოება, სიკეთე, სიმშვიდე, სიმართლე და სიყვარულია. იქ არ არის არც შური, არც სიძულვილი, არც ნეულება, არც ეს სხეულებრივი სიკვდილი, არც ის სულიერი, არც სიბნელე, არც ღამე. იქ სულ დღეა, სულ სინათლეა, სულ სიამია. არ არის არც დაქანცვა, არც გაძღომა, არამედ იქნება გამუდმებული სურვილი იმავე სიკეთეებისა. გსურთ, რომ მეიქაური მდგომარეობის ერთგვარი სურათი წარმოგიდგინოთ? ეს შეუძლებელია, თუმცა შევეცდები წარმოგისახოთ, რამდენადაც შესაძლებელია. მზერა ცას მივაპყროთ, როცა იგი არავითარი ღრუბლებით დაბნელებული არ არის და თავის გვირგვინს გვიჩენს. შემდეგ მისი სილამაზის ხანგრძლივი ჭვრეტის მერე წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ქვეშაც იქნება არა ისეთი მიწა, როგორიც ახლა, არამედ იმდენჯერ უკეთესი, რამდენადაც ოქროს ჭერი სჯობს თიხისას. შემდეგ წარმოვიდგინოთ მომდევნო, შემდეგ კიდევ უფრო მაღალი ჭერი, შემდეგ ანგელოზები, მთავარ ანგელოზები, უხორცო ძალთა ურიცხვი გუნდი, თვით სამეფო საცხოვრისი ღვთისა, მამის საყდარი, მაგრამ შეუძლებელია, როგორც ვთქვი, ყველაფრის სიტყვით გამოხატვა. საჭიროა გამოსცადო და გამოცდილებით შეიცნო. მითხარით, რას ფიქრობთ? ადამი სამოთხეში როგორ ცხოვრობდა? ხოლო ის ცხოვრება ამ ცხოვრებაზე იმდენჯერ უკეთესი იქნება, რამდენჯერაც ცარის მიწაზე უკეთესი. მაგრამ სხვა შედარება მოვძებნოთ. იმას, ვინც ახლა მეფობს, მთელი მსოფლიოს დაუფლება რომ შეძლებოდა. შემდეგ არ შეეწუხებინა არც ომებს, არც საზრუნავებს, არამედ მხოლოდ პატივი მიეღო და დამტკბარიყო. გარს მრავალი შუბოსანი შემოერტყა. ყოველი მხრიდან ოქრო შემოსდენოდა და დიდებაში ყოფილიყო. მაშინ როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაში იქნებოდა მისი სული, როცა დაინახავდა, რომ მთელ დედამიწაზე ომები შეწყდა? რაღაც მსგავსი იქნება მაშინაც, თუმცა მომავალი ცხოვრების საკმარის წარმოსახვას ესეც არ გვაძლევს. ამიტომ საჭიროა მოვძებნოთ სხვა შედარება. წარმოიდგინე, რომ სამეფო ყრმა, რომელიც სანამ საშოში იმყოფება, ვერაფერს გრძნობს. იქიდან გამოსული უეცრად სამეფო ტახტზე ასულიყო და თანდათან კი არა, არამედ ყველაფერი უეცრად მიეღო. ასეთი იქნება მაშინდელი მდგომარეობაც. ანდა იგი ემსგავსება პატიმრის მდგომარეობას, რომელმაც მრავალი სიავი აიტანა და უეცრად სამეფო ტახტზე აიყვანეს. მაგრამ ზუსტ სურათს
ამგვარადაც ვერ წარმოვიდგენთ. იმიტომ რომ აქ ვინც როგორი სიკეთეებიც არ უნდა მიიღოს, თუნდაც თვით მეფობა პირველ დღეს ცხოველ სიხარულს იგრძნობს, ანუ ცოცხალ სიხარულს იგრძნობს. მეორე დღეს მესამესაც, ხოლო დროთა განმავლობაში მართალია სიხარული კიდევ დარჩება, მაგრამ ისეთი არა. არამედ შეჩვევისაგან იგი ყოველთვის შემცირდება, როგორიც არ უნდა იყოს. იქ კი სიხარული არა თუ არ მცირდება, არამედ იზრდება კიდეც. აი მაგალითად შეგეძინა შვილი, ან გქონდა ქორწილი, ჯვარი დაიწერე, როგორი გახარებული ხარ, როგორი ბედნიერი ხარ, მაგრამ მეორე, მესამე, მეოთხე დღეს სიხარული ნელ-ნელა იკლებს. 64-ში პირიქით არის, მატულობს და მატულობს სიხარული. მაშ დაფიქრდი, როგორი იქნება იგი, როცა აქედან გასვლის შემდეგ სულს არ ექნება იმ სიკეთეების არც შეწყვეტის, არც შეცვლის მოლოდინი, არამედ პირიქით გაზრდისა და სიცოცხლით ტკბობისა, რომელსაც ბოლო არ ექნება, ყოველგვარი საფრთხისაგან, ყოველგვარი ზრუნვისა და დარდისაგან თავისუფალი იქნება, რომელიც სიამეებითა და ურიცხვი სიკეთით ახსავსე იქნება. თუ კი ჩვენ მინდორში გასულები, როცა იქ შეჯავშნულ მეომართა კარვებს ვნახავთ, მუზარადიანებსა და შუბოსნებს, ამობურცულ მოელვარე ფარებს, ასეთი სანახაობით აღტაცება აგვიტანს ხოლმე. თუ კი ამასთანავე მეფის დანახვასაც ვეღირსებით, რომელიც მათ შორის დააბიჯებს, ან ოქროს საჭურველით მოსილი ცხენს დააჭენებს, ფიქრობ ყველაფერს მივაღწიეთო. მაშინ როგორ ფიქრობ? მაშინ რაღა იქნება, როცა შენ ცაში დამყარებულ წმინდანთა მარადიულ სავანეებს იხილავ. აკი ნათქვამია, შეგიწყნარდნენ თქვენ საუკუნეთა მათ საყოფელთა. როცა დაინახავ, რომ თითეული მზის სხივებზე მეტად ბრწყინავს, არა სპილენძითა და რკინით, არამედ იმ მარადიული დიდებით, რომლის ბრწყინვალების ხილვა ადამიანის თვალს არ შეუძლია და ეს ადამიანების თავს იქნება. ხოლო რა ვთქვათ ურიცხვ ანგელოზე, თავარ ანგელოზე, ქერუბიმებზე, სერაფიმებზე, საყდარზე, უფლებაზე, მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, რომელთა სილამაზე აუხსნელია და ყოველგვარ წარმოდგენას აღემატება. თუმცა როდემდე ვეცადო მიუწვდომლის გამოსახვა, რომელი თვალმან არა იხილა, ამბობს პავლე მოციქული, და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთათვისთან. ანუ ის რაც თვალებს არ უნახავსო, ყურს არ სმენია, ადამიანის გულს არ შეუგრძნია, აი ეს განუმზადაო თავის მოყვარეთა. ანუ ჩვენ არ ვიცით რა არის. წარმოიდგინეთ, ყველაზე დიდი სიხარული რაც კი გვიგრძნია, ის არ ვიცით რა არის. ანუ ბევრად უფრო აღმატებული რაღაც. ამიტომ ყველაზე მეტ სიბრალულს ისინი იმსახურებენ, ვინც ამ სიკეთეებს კარგავენ და არავინ არის იმადზე ნეტარი, ვინც ისინი მიიღო. და ჩვენს ვეღირსოთ ამ ნეტართა შორის ვირიცხებოდეთ, რათა მარადიული სიკეთეები მივიღოთ, მადლითა და კაცთმოყვარეობითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმინდისა თანაშვენის დიდება, სუფევა და პატივი, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენ კი